ეს უკვე თავიანთი პრობლემაა, იმიტომ რომ რა ვიცი, ჩემს სახთან თუ სანიაღვრე არხი გადის და ის მემაწუხებს, ის უკვე ჩემი პრობლემაა რა და ყველგან მუნიციპალიტეტი ვერ იქნება. ახალციხის მერის მოადგილე ვაჟა გაჩეჩილაძე ამბობს, რომ თუ სოფელში სანიაღვრე არხები გასაწმენდია, ის სოფლის მოსახლეობამ უნდა გაწმინდოს, რადგან ციტატა, სოფელში ასე ხდება. ამის შესახებ ვაჟა გაჩეჩილაძემ სოფელ საყუნეთში სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე ჩვენ კითხვებზე პასუხად თქვა. საკუთრივ შეხვედრაც იმ ტერიტორიაზე გაიმართა, რომლის გვერდითაც ეს კადრებია გადაღებული. მოსახლეობა წმინდავს ხოლმე თავიანთი გადაწყვეტილებით, რა თუ სადმე სოფელში ასე ხდება მოკლედ. მოსახლეობა თვითონ წმინდავს. თუ სადმე ისეთი პრობლემა არ არის, სადაც ჩვენი ჩართვა იქნება საჭირო. თუ ჩვენი ჩართვა საჭირო, კეთილმოწყობის სამსახურს მოხსენებით მიწერს რწმუნებული, კეთილმოწყობის სამსახურს ეწერება და ჩამოდიან და აქცევენ ყურადღებას. საყუნეთში სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე მოსახლეობამ სოფელში არსებულ პრობლემებზე ისაუბრა. პრიორიტეტად სანიაღვრე არხების, გარეგანათების და საბავშვო ატრაქციონების მოწყობა დასახელდა. საბოლოოდ მიუხედავად იმისა, რომ მერის მოადგილე სანიაღვრე არხების დასუფთავებას ხალხს მიაწერს, სწორედ ამავე ხალხმა არხების მოწესრიგება ბიუჯეტით არჩია. პირველი არხი არის გასაკეთებული ის. პირველი ის არის გასაკეთებული. ის სანიაღვრე. სანიაღვრე რო გაკეთდეს, ვინა ამის მომხრე. ხელი საწევით და ჩემს ახლამდე ჩამოვა, თუ მე არა. პირველი პრიორიტეტად ჩავსვათ სანიაღვრე არხის მოწყობა. სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში სოფლისთვის 16,000 ლარია გამოყოფილი. მუნიციპალურ ორგანოში ამბობენ, რომ მათ შეუძლიათ თანხა ადგილობრივი ბიუჯეტიდან 200%-ით გაზარდონ იმის მიხედვით, თუ რა ღირებულების იქნება შერჩეული პროექტი. საყუნეთში მცხოვრებლები გვეუბნევიან, რომ სოფელში სანიაღვრე არხები რამდენიმე ადგილზეა მოსაწყობი. რამდენად მოხერხდება პრობლემის სრული აღმოფხვრა უცნობია.